შეიძლება ერთ-ერთი მათგანი ხარ, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ჭიანჭველები ადამიანებზე უფრო ძველები არიან. დიახ, სწორად გაიგე, ისინი ადამიანებზე უფრო ძველები არიან. და გარდა ამისა, ჭიანჭველები ადამიანებზე მილიონჯერ უფრო მეტნი არიან. და მიუხედავად იმისა, რომ ისინი პატარაები არიან, შეუძლიათ შექმნან ორგანიზებული საზოგადოება თავიანთი ცივილიზაციის ფარგლებში. ჰყავთ ლიდერები, მუშები და ყველას თავისი მოვალეობა აქვს. ბავშვების მოვლის საკუთარი სისტემაც კი აქვთ. ისინი ასევე ზრუნავენ მოხუცებზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონეებს. აქვთ საკუთარი მეთოდები სოფლის მეურნეობასა და ცხოველების მოვლაში. და როცა ვიღაც მათგან გარდაიცვლება, მასაც მარხავენ. და რაც უფრო გასაოცარია, ზოგიერთი სახეობის ჭიანჭველას გამრავლება პარტნიორის გარეშე შეუძლია. 100 მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მათ გადაურჩნენ პლანეტაზე უამრავი სახეობის გადაშენებას. ეს სიმართლეა. ამიტომ ამ ვიდეოში გავიგებთ, რამდენი ჭიანჭველაა მსოფლიოში, რამდენია მათი საერთო მასა და როდის გამოჩნდნენ ისინი პირველად დედამიწაზე და როგორ ცხოვრობენ ისინი. და რატო ამბობენ ბევრი მეცნიერი, რომ მათი საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე ცივილიზაციაა ბუნებაში. მაგრამ სანამ დავიწყებთ, არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა და ახლა დავიწყოთ. პირველ რიგში უპასუხოთ კითხვას. რამდენი ჭიანჭველაა მსოფლიოში? თითქმის ყველამ ჩვენგანმა უკვე ნახა ჭიანჭველა. მაგრამ თუ კითხავენ, რამდენი ჭიანჭველაა მთელ პლანეტაზე, დიდი ალბათობით შენი პასუხი ძალიან შორს იქნება რეალური რიცხვისგან. დღევანდელი მონაცემებით მსოფლიოში 14218-ზე მეტი აღიარებული ჭიანჭველას სახეობაა. გარდა ამისა, მეცნიერებმა უკვე გამოავლინეს 1758-ზე მეტი ქვესახეობა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ უკვე ბევრი რამ ვიცით, ჯერ კიდევ ვერავინ ამბობს ზუსტად რამდენი ჭიანჭველა ცხოვრობს დღეს. ყველაზე გავრცელებული შეფასებით, დედამიწაზე დაახლოებით 10 კვადრილიონი ჭიანჭველა. რომ გაგიადვილოთ გაგება, ეს ნიშნავს 10,000 ტრილიონ ინდივიდუალურ ჭიანჭველას. დიახ, ეს იმდენად დიდი რიცხვია, რომ თითქმის წარმოუდგენელი. და თუ სცადებ თითოეულის დათვლას, შეიძლება მთელი სიცოცხლე არ გეკოთ, რომ დაასრულოთ. გარდა ამისა, თუ მთელი მსოფლიოს ჭიანჭველების წონას შევკრებთ, ეს 10 მილიარდ კილოგრამს გადააჭარბებს. და კიდევ ერთი გასაოცარი დეტალია. ზოგიერთი შეფასებით, დღეს არსებული ჭიანჭველების საერთო წონა უფრო მეტია, ვიდრე დედამიწაზე ბოლო 2000 წლის განმავლობაში მცხოვრები ყველა ადამიანის საერთო წონა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პატარაები არიან, იმდენად ბევრნი არიან, რომ შეუძლიათ პლანეტაზე ერთ-ერთი. ეხლა როდის გამოჩნდნენ ჭიანჭველები? ჭიანჭველები თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება მსოფლიოში. ისინი გვხვდებიან ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ისინი პირველად დაახლოებით 110 მილიონიდან 130 მილიონ წლამდე წინ გამოჩნდნენ. იმ დროს მსოფლიო ასეთი არ იყო. შესაძლებელია, რომ ისინი დაიწყეს არსებობა უძველეს სუპერკონტინენტზე, რომელსაც ლაურაზია ეწოდებოდა. და რაც უფრო გასაკვირია, ისინი არ დაწყებულან როგორც ჭიანჭველები. კვლევების მიხედვით, მათი წინაპრები ახლო ნათესავები იყვნენ უძველესი ბზიკებისა. თუმცა დღემდე ზუსტად არ არის დადგენილი, რომელი ბზიკის სახეობა შეიძლება იყოს თანამედროვე ჭიანჭველების პირდაპირი წინაპარი. ეხლა რამდენად დიდია ჭიანჭველა? როდესაც ვისმენთ სიტყვა ჭიანჭველას, ხშირად ერთსა და იმავე ზომაზე ვფიქრობთ. მაგრამ სინამდვილეში, სხვადასხვა სახეობის ჭიანჭველებს შორის ზომაში დიდი განსხვავება. ზოგი სახეობა თითქმის მხოლოდ 2 მილიმეტრის სიგრძისაა. ამასობაში ზოგიერთი კი რამდენიმე სანტიმეტრამდე იზრდება. და თუ წარსულს დაუბრუნდებით, მათი უძველესი ნათესავები კიდევ უფრო დიდი იყვნენ. ყველაზე დიდი აღმოჩენილი ჭიანჭველის ნამარხები მიეკუთვნება გვარს ფორმიციუმი. ამ სახეობის მდედრი ჭიანჭველები თითქმის 7 სანტიმეტრამდე იზრდებიან სიგრძეში, ხოლო მათი ფრთები შეიძლება 15 სანტიმეტრამდე გაიშალოს. ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრო დიდები იყვნენ, ვიდრე ბევრი თანამედროვე მწერი, რომელსაც დღეს ვხედავთ. ეხლა კი მართალია თუ არა, რომ ჭიანჭველებს ფრთები აქვთ. როცა ჭიანჭველაზე ვსაუბრობთ, ჩვეულებრივ პატარა მწერები გვახსენდება, რომლებიც მიწაზე დაძურებიან, მაგრამ დიახ, არსებობს ფრთიანი ჭიანჭველებიც. და ეს ცალკე სახეობა არ არის. სინამდვილეში ყველა ჭიანჭველა ეკუთვნის ჰიმენოპტერების ჯგუფს, იგივე ჯგუფს, სადაც შედიან ფუტკრები და კრაზანებიც. თუმცა კოლონიის ყველა წევრს არ აქვს ფრთები. ჩვეულებრივ მხოლოდ დედოფლები და მამრი ჭიანჭველები ფლობენ მათ. მაშინ როცა მუშა ჭიანჭველებს, რომლებსაც ვხედავთ ყოველდღე საჭმის მოტანისას, ფრთები არ აქვთ. ეხლა კი რა არის მათი გამრავლების საიდუმლო? დავაზუსტოთ დეტალები. თუ არსებობს მამრი და დედალი ჭიანჭველები, მაშ რა არიან მუშა ჭიანჭველები? ისინი მამრები არიან თუ დედლები? პასუხი უფრო უცნაურია, ვიდრე ფიქრობთ. ტექნიკურად მუშა ჭიანჭველებიც მდედრები არიან. თუმცა მათი რეპროდუქციული სისტემა სულად განვითარებული არ არის.
ამიტომ ისინი ვერ მრავლდებიან. ჭიანჭველების სამყაროში შვილის სხოლა ყველას უფლება არ არის. ეს განსაკუთრებული მოვალეობაა, რომელიც მხოლოდ კოლონიის რამდენიმე წევრს ეკუთვნის. უმეტეს შემთხვევაში ისინი იბადებიან უკვე განსაზღვრული როლით თავიანთ საზოგადოებაში. ზოგი დედოფალი გახდება, ზოგი მუშა. არიან მამრებიც, რომლებიც მხოლოდ გამრავლებაზე არიან პასუხისგებელი. სინამდვილეში ჭიანჭველებს გამრავლების მრავალი გზა აქვთ, რაც მათ სახეობაზეა დამოკიდებული. ყველაზე გავრცელებულია მამრი და დედალი ჭიანჭველების შეწყვილება. მაგრამ ეს როგორ ხდება? არსებობს პერიოდი, როდესაც სოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ახალი ჭიანჭველების კოლონიები იწყებენ ფორმირებას. ეს ხდება გაზაფხულის მოსვლისას. იმ დღეს ფრთიანი დედალი ჭიანჭველები ერთდროულად გამოდიან ბუდიდან. ხოლო მამრი ჭიანჭველების მისია მისია მხოლოდ ერთია. მოიძიონ წყვილი და დაიწყონ ახალი თაობა. საინტერესოა იმის გაფიქრებაც, რომ ეს თითქმის ერთადერთი შემთხვევაა მათ ცხოვრებაში, როდესაც ისინი ნამდვილად იყენებენ თავიანთ ფრთებს ფრენისთვის. დავამატებ, სიმართლე რო ვთქვათ, მათი ფრენის უნარი საკმაოდ სუსტია. ხშირად მდედრი ჭიანჭველები ჯერ მაღალ ბალახზე ან მცენარეზე ადიან, რომ კარგი პოზიცია დაიკავონ ფრენამდე. ისინი თითქოს ბუნებრივ გაშვების პლატფორმას იყენებენ. ამასობაში მამრი ჭიანჭველები უფრო მსუბუქები არიან და უფრო სწრაფად დაფრინავენ. ამიტომ ხშირად პირდაპირ მიწიდან იწევიან ზევით. და აქ მათი ისტორია განსაკუთრებული ხდება, რადგან მათი შეწყვილება პირდაპირ ფრენის ძვრის დროს ცაში ხდება. დიახ, სწორად გაიგე. სანამ ცაში არიან, იქვე ახერხებენ შეწყვილებას. შეწყვილების შემდეგ მამრი ჭიანჭველა კოლონიაში აღარაფერში სჭირდება და სულ ცოტა ხნის შემდეგ ის კვდება. აი ესეთი მარტივი და მწარეა მისი როლი პაპადუდოჩში. მაგრამ რა ხდება მდედრ ჭიანჭველებთან? შეწყვილების ფრენის შემდეგ ის მიფრინავს თავისი ძველი სახლიდან, რათა იპოვოს ადგილი საკუთარი კოლონიისთვის. და როცა მიწაზე დაეშვება, ის აკეთებს რაღაცას, რაც შეიძლება გაგვიგვირდეს. ის კბენს და თავად იჭრის საკუთარ ფრთებს. მაგრამ რატო? იმიტომ რომ მას ეს ფრთები აღარასდროს დასჭირდება. დედოფლის ცხოვრებაში შეწყვილების ფრენა მხოლოდ ერთხელ ხდება. მეორე შანსი აღარ არსებობს. აღარ იქნება შემდეგი ფრენა. აღარ იქნება სხვა პარტნიორი. ერთ შეწყვილების დროს ის იღებს საკმარის გენეტიკურ მასალას, რომ მრავალი წლის განმავლობაში დადოს კვერცხები. ამის შემდეგ ის დაიწყებს უსაფრთხო ადგილის ძებნას, სადაც დაარსებს ახალ კოლონიას. და აქ დაიწყება მისი მმართველობა. სინამდვილეში დედოფლის სიცოცხლე უფრო გრძელია ვიდრე ჩვეულებრივი ჭიანჭველის. ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი ფაქტი ჭიანჭველებზე არის მათი დედოფლის სიცოცხლის ხანგრძლივობა. სახეობის მიხედვით მას შეუძლია იცოცხლოს 12-დან 20 წლამდე. მეორეს მხრივ, ჩვეულებრივი მუშა ჭიანჭველა ჩვეულებრივ მხოლოდ 5 წლამდე, ან უფრო ნაკლებ ხანს ცოცხლობს. ეს ნიშნავს, რომ მაშინ, როცა კოლონიაში მუშები მუდმივად იცვლებიან, ერთი დედოფალი რჩება ცოცხალი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. თითქოს ის არის მთელი საზოგადოების ცოცხალი ცენტრი და ყველა ჭიანჭველა ერთნაირი არ არის. თუმცა ყველა ჭიანჭველას სახეობა ასეთ სისტემას არ მისდევს. არსებობს რამდენიმე სახეობა, სადაც მუშა ჭიანჭველებსაც შეუძლიათ გამრავლება. მაგრამ ასევე არსებობს კიდევ უფრო უცნაური სახეობები. ნორმალური შეჯვარების პროცესის ნაცვლად მათ ისწავლეს გამრავლება პროცესით, რომელიც თითქმის ბუნებრივ კლონირებას გავს. მაგრამ როგორ ხდება ეს? ეს არის პროცესი, სადაც ჭიანჭველებს აღარ სჭირდებათ მამრი. ეს ბუნებრივად ხდება. არსებობს ჭიანჭველების ერთი სახეობა, რომელსაც მიკოზეპურუს სმითი იქვია და ის იყენებს პროცესს, რომელსაც პარტენოგენეზი ეწოდება. პარტენოგენეზი. ამ გზით ახალი მდედრი ჭიანჭველები ყალიბდებიან კვერცხებიდან, რომლებიც არასდროს განაყოფიერებულა. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი წარმოიქმნებიან მამრი ჭიანჭველების გარეშე. სიტყვა სიტყვით, საერთოდ არ არიან მამრები. ევოლუციის გრძელვადიან პერიოდში, როგორც ჩანს, ამ სახეობამ გადაწყვიტა, რომ აღარ ჭირდებათ მამრები მათ სახეობის გასაგრძელებლად. სინამდვილეში აღმოჩენილია კოლონია, სადაც მხოლოდ მდედრი ჭიანჭველები არიან. როდესაც მეცნიერებმა ამაზონის აუზში აღმოაჩინეს მიკოსეპურუს სმითიის კოლონიები, ისინი მაშინვე გაოცდნენ. პირველი შეხედვიდანვე მათ რაღაც უჩვეულო შენიშნეს. კოლონიაში ყველა ჭიანჭველა მდედრი იყო. არც ერთი მამრი არ ჩანდა. დასარწმუნებლად, მათ შეასრულეს დნმ-ის ანალიზის შეგროვებულ ნიმუშებზე და სწორედ მაშინ აღმოაჩინეს კიდევ უფრო გასაოცარი სიმართლე. კოლონიის ყველა წევრი არა მხოლოდ მდედრი იყო, ისინი ასევე ზუსტად დედოფლის ასლები იყვნენ, თითქოს ტყუპები იყვნენ. მოკლედ რო ვთქვათ, მთელი კოლონია კლონებისგან შედგებოდა. ამ კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს მკვლევარებმა ჟურნალში Proceedings of the Royal Society. და თავად მკვლევართა თქმით, ისინი შემთხვევით აღმოაჩინეს ეს უჩვეულო სისტემა, როცა იმ სახეობის ცხოვრების სხვა ასპექტებს სწავლობდნენ. ცხოვრების ერთი ფორმა, რომელიც მთლიანად კლონებისგან შედგება.
როდესაც ისინი უფრო დეტალურად სწავლობდნენ ამ ჭიანჭველებს, აღმოაჩინეს, რომ დედოფლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეპროდუქციული ორგანო თითქმის აღარ გამოიყენებოდა. ეს ნიშნავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ნელ-ნელა დაკარგეს საჭიროება ნორმალური სქესობრივი გამრავლებისთვის. რამდენიმე წლის შემდეგ ამ სახეობის სხვადასხვა პოპულაციაზე კვლევა კიდევ უფრო გაფართოვდა. მეცნიერებმა კიდევ აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთი კოლონია მაინც იყენებს ტრადიციულ გამრავლებას. მაგრამ ისინი ძალიან ცოტაა. სინამდვილეში სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში გამოკვლეული ინდივიდების თითქმის 90% აღმოჩნდა კლონი. მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვადასხვა დედოფალი ყავთ, გამრავლების მეთოდი მაინც ერთნაირია. და ბევრი მეცნიერისთვის ეს ნათლად აჩვენებს, რომ is malinaw ang ipinapakita ng ამ სახეობამ უკვე აირჩია კლონირება, როგორც გამრავლების ძირითადი გზა. მაგრამ არსებობს ერთი დიდი პრობლემა. და ეს შეიძლება იყოს მათი მომავლისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. რადგან როდესაც ერთი სახეობის ყველა წევრს თითქმის იდენტური გენეტიკური შემადგენლობა აქვს, ისინი უფრო ადვილად ზიანდებიან დაავადებებით, ინფექციებით ან გარემოს ცვლილებებით. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, სისტემა, რომელმაც მათ წარმატება მოუტანა, შეიძლება მათი დაცემის მიზეზიც გახდეს. თუმცა, კლონირების გზით გამრავლების მეთოდს ერთი პრობლემა აქვს. როდესაც ერთი სახეობის ყველა წევრს თითქმის იდენტური გენეტიკური შემადგენლობა აქვს, ხრება მრავალფეროვნება, რომელიც მათი სახეობის გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია. და როდესაც გენეტიკური მრავალფეროვნება ნაკლებია, ისინი უფრო დაუცველები ხდებიან ახალი დაავადებების, პარაზიტებისა და გარემოს ცვლილებების მიმართ. მოკლედ რო ვთქვათ, როდესაც ჩნდება საფრთხე, რომელიც ერთ ინდივიდს შეუძლია დააზიანოს, დიდი ალბათობით თითქმის ყველა დანარჩენიც დაზარალდება. ამიტომ ერთი სახეობის პოპულაცია შეიძლება სწრაფად შემცივდეს და საბოლოოდ მთლიანად გაქრეს. მაგრამ მაშინაც კი თუ ეს მოხდება, ეს დიდად არ იმოქმედებს ჭიანჭველების მთლიან სამყაროზე. დედამიწის ძალიან გრძელი ისტორიის განმავლობაში ჭიანჭველება უამრავ ცვლილებას გაუძლეს. ისინი არსებობდნენ ჯერ კიდევ დინოზავრების გადაშენებამდე და დღემდე განაგრძობენ განვითარებას. ამიტომ ბევრი მეცნიერისთვის ნაკლებად სავარაუდოა, რომ ჭიანჭველების მთელი ჯგუფი სერიოზულ საფრთხეში აღმოჩნდეს უახლოეს მომავალში. და როდესაც უფრო მეტად ვსწავლობთ თუ როგორ მუშაობს მათი საზოგადოება, ისინი კიდევ უფრო მეტად გვაგონებენ ალტერნატიულ ცივილიზაციას, რომელიც ჩვენს გვერდით ცხოვრობს ამ პლანეტაზე. ჭიანჭველების საზოგადოება თითქმის ადამიანების მსგავსია. თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის შესახებ ვისაუბრებთ, ჭიანჭველები ერთ-ერთი ყველაზე ახლო მაგალითია ნამდვილი ცივილიზაციის ბუნებაში. მიმეკოლოგიაში ყოველი ახალი კვლევისას მეცნიერების დარგი, რომელიც ჭიანჭველების შესწავლას ეხება, უფრო და უფრო ნათელი ხდება, რამდენად რთულია მათი საზოგადოება. პირველი შეხედვით ჭიანჭველების ბუდე უბრალოდ მიწის გროვას ჰგავს. მაგრამ მის შიგნით მკაცრი მართვის სისტემა, მკაფიო იერარქია, სამუშაოს განაწილება და თითოეული კოლონიის წევრისთვის განსაზღვრული მოვალეობებია. ამ ყველაფრის ცენტრშია დედოფალი. ის არის კოლონიის დამაარსებელი და პასუხისგებელია კვერცხების დადებაზე, რომლებიც შემდეგ ფაობას გააგრძელებენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს თავად აკეთებს. მის გარშემო დაახლოებით 10-დან 12-მდე მუშა ჭიანჭველის ჯგუფია, რომლებიც თითქმის სულ მის მოვლაზე არიან დანიშნულნი. დრო, რომელიც მის მოვლას ეთმობა, ისინი კვებავენ დედოფალს. ისინი ასუფთავებენ მას და ასევე ეხმარებიან ყველა მის საჭიროებაში. საინტერესოა, რომ ხშირად დედოფლის მოვლით დაკავებული მუშა ჭიანჭველები კოლონიის ახალგაზრდა წევრები არიან. თითქოს ეს მათი პირველი დავალებაა ცხოვრებაში. დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ისინი გადიან ერთგვარ მომზადებას, სადაც სწავლობენ დედოფლის კვერცხებისა და ლარვების მოვლას. ეს გავს სტაჟირება, სანამ მათ უფრო მძიმე პასუხისგებლობებს დაისრებენ. როდესაც ისინი ასაკში შედიან და უფრო გამოცდილი ხდებიან, ნელ-ნელა სხვა მოვალეობებზე გადაჰყავთ, კერძოდ საკვების მაძიებლებზე. უფრო ასაკოვანი და გამოცდილი ჭიანჭველები იგზავნებიან ტერიტორიის იმ ნაწილებში, რომლებიც ბუდიდან ყველაზე შორსაა. ისინი არიან საკვების მაძიებლები. მათ ხოლო დღე ეძებენ საკვებს და სხვა რესურსებს, რაც კოლონიას სჭირდება. როდესაც საკვებს პოულობენ, მას უბრალოდ მხოლოდ საკუთარი თავისთვის არ ჭამენ. ისინი საკვებს ბუდეში აბრუნებენ. სადაც მას გადასცემენ იმ წევრებს, რომლებიც განაწილებაზე არიან პასუხისგებელნი. იქიდან იწყება დაგეგმვა თუ როგორ გაიყოფა საკვები მთელ საზოგადოებაში. ისინი გვანან პატარა ქალაქს, რომელსაც საკუთარი მომარაგებისა და ლოგისტიკის სისტემა აქვს. მაგრამ კოლონიაში მხოლოდ საკვები არ ბრუნავს. კიდევ ერთი უფრო მნიშვნელოვანი რამ არსებობს: ინფორმაცია. დედოფალი გამოყოფს სპეციალურ ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ფერომონი ეწოდება. ეს ქიმიური ნივთიერება შეიცავს ინფორმაციას მისი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.
ამ ნივთიერებას იღებენ მუშები, რომლებიც მის გარშემო არიან. შემდეგ ისინი ამ ინფორმაციას კოლონიის სხვა წევრებს გადასცემენ, ხოლო ვინც მიიღებს, ისინი თვებს გადასცემენ. ეს პროცესი განმეორებით ხდება, სანამ შეტყობინება თითქმის მთელ კოლონიას არ მიაღწევს. ამ გზით ათასობით წევრი ერთმანეთთან დაკავშირებულია. თუ დაფიქრდებით, ეს ძალიან მარტივი ვერსია სოციალური მედიის ან ინტერნეტის, მაგრამ ის მუშაობს სუნით და ქიმიური ნივთიერებებით, სიგნალებისა და მონაცემების ნაცვლად. როგორ ასწავლიან ჭიანჭველები თავიანთ შვილებს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უნარს. ეს გასაოცარია. ჭიანჭველების ერთ-ერთი უნიკალური თვისება მათი სწავლის მეთოდია. ბევრი მწერი მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან სწავლობს, მაგრამ ჭიანჭველებს შეუძლიათ სხვების გამოცდილებიდანაც ისწავლონ. ეს ნიშნავს, რომ მათ არ სჭირდებათ შეცდომის დაშვება იმისთვის, რომ ისწავლონ. ეს ძალიან იშვიათი უნარია მწერების სამყაროში. მაგალითად, როდესაც მსხვერპლის დაჭერა რთულია, ყველაზე გამოცდილი მონადირე პირველი მიიწერს. ის აჩვენებს ახალგაზრდა ჭიანჭველებს, როგორ უნდა შეუტიონ, როგორ გამოიხენონ მათი კბენა, ნესტარი და როგორ გასცენ სამიზნე. დაკვირვების გზით კოლონიის ახალგაზრდა წევრები სწავლობენ უნარებს, რომლებიც მომავალში დასჭირდებათ. ამის მიუხედავად იმისათვის, რომ ასეთი სწავლის სისტემა ეფექტური იყოს, საჭიროა კარგი მეხსიერება. და სწორედ აქ კიდევ ერთხელ აღფრთოვანებულნი არიან მეცნიერები ჭიანჭველებით. საკვების მაძიებელი ჭიანჭველები, რომლებიც რეგულარულად ეძებენ საკვებს, კარგად იცნობენ თავიანთ ტერიტორიას. მათ იციან, სად არის საკვების წყაროები და ასევე იციან, როგორ დაბრუნდნენ ბუდეში. რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავია, როდესაც მათ გზას რთული ლაბირინთით ან ბარიერით გადაუღობავენ, ისინი მაინც ახერხებენ ახალი მარშრუტის პოვნას. და როდესაც ისინი სწორ გზას იპოვიან, ამას იმახსოვრებენ არანაკლებ 4 დღის განმავლობაში. თუნდაც ამ ბრეებში ცუდი ამინდის გამო ვერ გამოვიდნენ, ისინი არ ივიწყებენ იმ მარშრუტს, რომელიც ისწავლეს. ჭიანჭველებს დროის შეგრძნება აქვთ. მათ მხოლოდ მიმართულების დამახსოვრება არ შეუძლიათ. ასევე აქვთ უნარი დროის მონიტორინგიც აწარმოონ. ექსპერიმენტებში, როდესაც საკვები რეგულარულად თავსდება ერთსა და იმავე ადგილას, ზუსტად ერთსა და იმავე დროს ყოველ დღე, ჭიანჭველები ამას სწრაფად სწავლობენ. ცოტა ხნის შემდეგ ისინი იწყებენ ადგილისკენ მისვლას, მანამდე სანამ საკვები დაიდება. თითქოს იციან, როდის მოვა ის. და რაც უფრო გასაკვირია, მაშინაც კი როცა საკვების დადებას წყვეტენ, ისინი მაინც აგრძელებენ მისვლას იმავე ადგილას, იმავე დროს, დაახლოებით 5 დღის განმავლობაში. თითქოს იმედოვნებენ, რომ მათთვის სასურველი საკვები ისევ დაბრუნდება. ორგანიზებულობის გარდა ჭიანჭველები ასევე ძალიან კარგები არიან საგანგებო სიტუაციებში. როდესაც საფრთხის პირველი ნიშანი ჩნდება, ისინი მაშინვე პანიკაში არ ვარდებიან. ამის ნაცვლად ისინი ჯერ მზადებას იწყებენ. ისინი ლაროებსა და პუპებს ბუდის გასასვლელებთან ახლოს მიაქვთ. თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილს გამოჰყავთ ზედაპირზე. ისე ჩანს, თითქოს ისინი ჯერ ცდილობენ გაარკვიონ, ნამდვილად არსებობს თუ არა საფრთხე, თუ უბრალოდ ცრუ განგაშია. როცა დაადასტურებენ, რომ ნამდვილი საფრთხეა, მხოლოდ მაშინ დაიწყებენ მასობრივ ევაკუაციას. მათი პატარა სხეულით, მათ აქვთ ერთ-ერთი ყველაზე ორგანიზებული თანამშრომლობის სისტემა მთელ ცხოველთა სამყაროში. ეხლა ცოტა შევიცვალოთ თემა. როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს ჭიანჭველები? ჭიანჭველების მოძრაობა იმდენად მოწესრიგებულია, რომ ნამდვილად დაგაფიქრებს. როგორ უგებენ ერთმანეთს ათასობით ჭიანჭველა ერთ კოლონიაში. როგორ იგებენ, სად უნდა წავიდნენ, ვის უნდა გაახვნენ, სად არის საჭმელი და როგორ იმახსოვრებენ ამ ყველაფერ ინფორმაციას. საოცარია, მაგრამ მათ არ სჭირდებათ ყველაფრის დამახსოვრება ისე როგორც ადამიანს, რადგან მათი კომუნიკაციის სისტემა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ჩვენ გვგონია. ჭიანჭველებს არ აქვთ ყურები როგორც ადამიანს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ხმას ვერ გრძნობენ. ყურებით მოსმენის ნაცვლად ისინი გარშემო ვიბრაციას გრძნობენ. მათ აქვთ სპეციალური სენსორები მუხლებსა და ფეხებზე, რომლებიც ეხმარებათ მიწაზე ან იმ საგნებზე, რაზეც გადაადგილდებიან მცირე მოძრაობების აღქმაში. ზოგი ჭიანჭველა ასევე გამოსცემს ხმას სხეულის ნაწილების ერთმანეთზე გახეხვით. ამას სტრიდულაცია ეწოდება. ეს გავს სუსტ წკრიალ ხმას, რომელიც წარმოიქმნება მუცლისა და ყბის ნაწილის გამოყენებით. ისინი ამას იყენებენ სხვა ჭიანჭველებთან და ზოგჯერ სხვა სახეობებთან დასაკავშირებლად. მაგრამ თუ ჭიანჭველებს ყველაზე მნიშვნელოვანი ენა აქვთ, ეს სუნია. ჭიანჭველები ტოვებენ ფერომონს მიწაზე. ეს განსაკუთრებულია. ეს ქიმიური ნივთიერებაა, თითქოს უხილავი კვალია. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ სხვა ჭიანჭველები ადვილად გრძნობენ სუნს და კითხულობენ მას. მაგალითად, როცა რომელიმე საკვების მაძიებელი ჭიანჭველა იპოვის საჭმელს, ის უკან ბრუნდება კოლონიაში და ტოვებს ფერომონის კვალს. როცა სხვა ჭიანჭველები ამ სუნს იგრძნობენ, ისინი მიყვებიან ამ ბილიკს. და როცა ისინი ბრუნდებიან საჭმლით, თავიანთ ფერომონსაც ამატებენ. ამიტომ ბილიკი უფრო ძლიერდება, მეტი ჭიანჭველა მიყვება მას, გზა უფრო ნათელი ხდება
მაგრამ როცა იმ ადგილას საჭმელი ამოიწურება, დაბრუნებული ჭიანჭველები აღარ ტოვებენ ახალ ფერომონს. ნელ-ნელა სუნი ქრება და როცა სუნი ქრება, ბილიკიც ქრება. ასე ერგებიან ისინი გარემოს ცვლილებებს. როცა ძველი გზა საჭმელამდე იბლოკება, ზოგი მაძებარი ჭიანჭველა ძველ ბილიკს ტოვებს და ახალ მარშრუტს ეძებს. როცა ვიღაცა უფრო მოკლე გზას იპოვის, ის ახალ ფერომონს ტოვებს კოლონიისკენ დაბრუნებისას. ამას სხვაებიც მიყვებიან. და როცა ახალი მარშრუტი უფრო წარმატებულია, ის უფრო ძლიერდება, რადგან მეტი ჭიანჭველა ტოვებს იქ სუნს. აქ ყალიბდება ცნობილი ჭიანჭველების რიგი, რომელიც თითქმის ისე ჩანს, თითქოს საკუთარი ავტომაგისტრალი ჰქონდეთ. ამას გარდა ფერომონი მხოლოდ მიმართულებას არ გადმოსცემს. როცა ჭიანჭველა დაიმტვრევა ან დაშავდება, ის გამოყოფს განგაშის ფერომონს. თითქოს საგანგებო სიგნალია. როცა ახლომდებარე ჭიანჭველები ამ სუნს იგრძნობენ, ისინი უცებ აგრესიულები ხდებიან, მზად არიან შეტევაზე და ეს სიგნალი ასევე სხვა ჭიანჭველებსაც იზიდავს, უფრო შორეული ადგილებიდანაც კი. ზოგი სახეობა კი მტრის წინააღმდეგ მოტყუების ფერომონს იყენებს. ისინი ამას იყენებენ, რათა დააბნიონ სხვა ჭიანჭველების ჯგუფი, სანამ ისინი შეცდომას დაუშვებენ და საკუთარ თანამოძმეებს დაესხებიან თავს. ჭიანჭველის სხეულში ბევრი ნაწილია, რომელსაც ფერომონის წარმოება შეუძლია. სხეულში არის ჯირკვალი, შხამის ჯირკვალი და სხვა ნაწილები ზურგზე, მუცელსა და ფეხებზე, რომლებიც ქიმიური კომუნიკაციისთვის გამოიყენებენ. და ისინი ამას მხოლოდ მიწაზე არ ტოვებენ. ზოგჯერ ჭამის დროს ფერომონს ერთმანეთსაც გადასცემენ. ასე ვრცელდება ინფორმაცია მთელ კოლონიაში. ერთი ჭიანჭველა იგებს, რომელ ჯგუფს ეკუთვნის, ან რა საქმეს აკეთებს მისი თანამოძმე, თითქოს მათ პირადი ამოცნობის სისტემა აქვთ, მაგრამ ბარათის ან უნიფორმის ნაცვლად სუნს იყენებენ. როცა კოლონია დედოფალს იცვლის, ზოგიერთი სახეობის ჭიანჭველას ერთზე მეტი დედოფალი ჰყავს. ზოგჯერ ერთ კოლონიაში ბევრი დედოფალია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბევრნი არიან, მაინც ერთი დომინანტი არსებობს. დომინანტი დედოფალი გამოყოფს განსაკუთრებულ ფერომონს, რომელიც მისი ძალაუფლების სიგნალია. როცა ის ფერომონის გამოყოფას წყვეტს, კოლონიის ცხოვრება იცვლება. ეს თითქოს ნიშანია იმისა, რომ მისი პოზიცია სუსტდება. ნელ-ნელა მუშა ჭიანჭველები იწყებენ სხვა დედოფლის მოვლას. და ეს ახალი დედოფალი გახდება კოლონიის დომინანტი ლიდერი. ჭიანჭველების პატარა ტვინში ისინი ქმნიან სისტემას, რომელიც ძალიან მოწესრიგებული, ძალიან პრაქტიკული და ძალიან ეფექტურია. ისინი შორს არიან ადამიანებისგან და უფრო გონიერი ძუძუნწოვრებისგან. მაგრამ ამის მიუხედავად, მათ შეძლეს შეექმნათ საზოგადოება, სადაც არის კომუნიკაცია, სამუშაო, იერარქია და კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღება. და ეს ყველაფერი არ არის. სოფლიოს ზოგიერთ ნაწილში ჭიანჭველები მხოლოდ საკვების ძიებით აკმაყოფილდებიან. ისინი ასევე მიწათმოქმედებენ და საკუთარ ცხოველებსაც უვლიან. ჭიანჭველების უმეტესობა სხვადასხვა რამეს ჭამს. ზოგი მტაცებელია, ზოგი მკვდარ ცხოველებს ჭამს, ზოგი მცენარეებს, ხოლო ზოგი ბალახის ჭამელი ჭიანჭველა სპეციალურ მიკრობებზეა დამოკიდებული თავის მუცელში, რათა უკეთ გამოიყენოს მცენარეული საკვები, რომელსაც ჭამს. მაგრამ ზოგიერთი სახეობა უფრო მაღალ დონეზე ავიდა. როგორც ადამიანებმა მათაც ისწავლეს საკუთარი სოფლის მეურნეობის შექმნა. ეს უბრალოდ გარშემო საკვების აღება არ არის. ისინი ნამდვილად რგავენ, უვლიან და აწარმოებენ საკვებს თავიანთ კოლონიაში. ამ საქმიანობის მასშტაბურობის გამო მეცნიერებმა ეს უკვე მკაფიოდ დააკლასიფიცირეს. არსებობს 80 ასეთი სახეობა. ზოგი ჭიანჭველა, რომელიც სოფლის მეურნეობის უფრო მარტივ მეთოდს იყენებს, არსებობს 34 სახეობა, რომლებიც ზრდიან ქორალის სოკოებს. არსებობს 18 სახეობა, რომლებიც იყენებენ საფუარის გამრავლებას და არის 63 სახეობა, რომლებიც უფრო განვითარებულ სოფლის მეურნეობას მისდევენ. ესენი კოლონიის შიგნით მთელი სოკოს ბაღების შექმნას ახერხებენ. უფრო გასაოცარია, რომ სოკოს ზოგიერთი სახეობა თითქმის სრულად მოიშინაურეს ჭიანჭველებმა მრავალი თაობის განმავლობაში. ეს ნიშნავს, რომ ეს სოკოები ველურ ბუნებაში ვეღარ გადარჩებიან. მათ ჭიანჭველების მოვლა სჭირდებათ. თითქოს ნამდვილი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა, რომელიც ფერმერზეა დამოკიდებული. ფოთლების მკვეთი ჭიანჭველები, ნამდვილი სოკოს ფერმერები. ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ფოთლების მკვეთი ჭიანჭველები. პირველი შეხედვიდან გონია, რომ ისინი ჭრიან და ჭამენ ფოთლებს, მაგრამ ეს არ არის ნამდვილი მიზეზი. ისინი მიაქვთ ფოთლები კოლონიაში. შემდეგ ისინი ჭრიან მას პატარა ნაჭრებად და იყენებენ ფოთლებს როგორც სუბსტრატს ან სასუქს თავიანთი სოკოს ბაღებისთვის. დიახ, ფოთლები მათი მთავარი საკვები არ არის. ისინი სიამდვილეში სოკოს უვლიან და თუნდაც მეურნეობაში მათ მაინც მკაფიოდ აქვთ შრომის დანაწილება. დიდი მუშა ჭიანჭველები ჭრიან მცენარის მაგარ ნაწილებს, ხოლო უფრო პატარა ჭიანჭველები ღეჭავენ და ჭრიან ფოთლებს. ხოლო ყველაზე პატარა ჭიანჭველები თავად სოკოს პლანტაციას უვლიან.
ისინი ასუფთავებენ, ისინი იცავენ და ისინი ასევე ეხმარებიანო სოკო არ გაფუჭდეს. ზოგი ჭიანჭველის სხეულზე ბაქტერიებიც კი ცხოვრობენ, რომლებიც ანტიბიოტიკის მსგავს ნივთიერებას გამოიმუშავებენ. ეს ეხმარება მათ, რომ ებრძოლონ მავნე ბაქტერიებს, რომლებიც მათ სოკოს ფერმას დააზიანებდნენ. უფრო გასაოცარია ის, რომ ფოთოლმჭრელი ჭიანჭველები გრძნობენ, კარგია თუ ცუდი გავლენა აქვს ფოთლის ერთსახეობას მათ სოკოზე. ისინი კითხულობენ სოკოს ქიმიურ სიგნალებს. როცა იგებენ, რომ ფოთლის ერთი სახეობა ტოქსიკურია სოკოსთვის, კოლონია ამას იმახსოვრებს და ისინი აღარ აიღებენ მას მეორედ. ასეთი ორგანიზაციის დონეზე რთულია არ აღფრთოვანდე, მაგრამ ჭიანჭველების შესაძლებლობები ამით არ მთავრდება. იმის გარდა, რომ ისინი მეურნეობენ, არსებობს სხვა სახეობებიც, რომლებიც თითქოს პირუტყვს უვლიან. ჭიანჭველები, რომლებიც ცხოველებს უვლიან. მათი ზომის მიუხედავად, საშიშია წარმოიდგინო, რომ ჭიანჭველები შესანიშნავი მტაცებლები არიან, მაგრამ გარდა ნადირობისა და ბრძოლისა, მათ კიდევ ერთი განსაკუთრებული უნარი ისწავლეს. ისინი აფიდებს უვლიან. აფიდები პატარა მწერები არიან, რომლებიც გამოყოფენ ტკბილ სითხეს, რომელსაც თაფლნამი ეწოდება. ჭიანჭველებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ენერგიით მდიდარია. ამიტომ აფიდების ჭამის ნაცვლად ისინი მათ უვლიან. ჭიანჭველები აფიდებს მცენარეებზე აძოვებენ, ისინი იცავენ მათ სხვა მტაცებლებისგან. და როცა თაფლნამი სჭირდებათ, ისინი პირდაპირ წველიან აფიდებს. ჭიანჭველა ამას აკეთებს აფიდის მუცელზე, მოფერებით ან მოფხანვით, ხავის ანტენებით. ამის შემდეგ აფიდი გამოყოფს ტკბილ სითხეს, რომელსაც ჭიანჭველა იღებს. საინტერესოა, რომ ეს უბრალოდ პარაზიტიზმი არ არის, რადგან აფიდებით სარგებლობენ ამით. როცა ჭიანჭველების დაცვა არ აქვს, სხვა მტაცებლები უფრო სწრაფად კლავენ მათ. და როცა კოლონია ახალ ადგილას გადადის, ზოგიერთი ჭიანჭველა აფიდების თავიანთ ფარასაც თან ატარებს. თუ დაფიქრდებით, ეს თითქმის იგივეა, რასაც ადამიანი აკეთებს ძროხების, თხების ან სხვა პირუტყვის მოშენებისას. უბრალოდ ზომაში განსხვავდება. მხოლოდ გარეგნობით განსხვავდებიან, მაგრამ პრინციპი თითქმის იგივეა. სრულყოფილია თუ არა ჭიანჭველების სამყარო. ამ ეტაპზე შეიძლება იფიქროთ, რომ ჭიანჭველები თითქმის სრულყოფილი სიცოცხლის ფორმებია. ისინი ორგანიზებულები არიან, სწრაფად ერგებიან გარემოს, აქვთ საკუთარი სასოფლო სამეურნეო სისტემა, პირუტყვი, საკომუნიკაციო ქსელი, მკაფიო იერარქია და კოლექტიური ინტელექტი, თითქოს ერთი დიდი ტვინი იყოს. მაგრამ სინამდვილეში მათი სისტემა სრულყოფილი არ არის, რადგან ზოგჯერ სწორედ მათი საზოგადოების ძალა ხდება მათი ტრაგედიის მიზეზი. ჭიანჭველების სიკვდილის წრე. შეხედე ამ სცენას. ათასობით ჭიანჭველა ბრუნავს წრეზე. პირველი შეხედვით თითქოს უცნაურ რიტუალს ატარებენ. თითქოს ცეკვაა, თითქოს ცერემონია, თითქოს დღესასწაულია, მაგრამ არა. ამას სიკვდილის წრე ეწოდება. და ამ წრეში მყოფი ჭიანჭველების უმეტესობა მოკვდება. ისინი განუწყვეტლივ ბრუნავენ, სანამ საბოლოოდ არ გამოეცლებათ ძალა. მაგრამ რატომ აკეთებენ ამას? პასუხი იმდენად მარტივია, რომ საშიშია. სისტემური შეცდომა. გახსოვს ფერომონების კვალი, რომელსაც ისინი იყენებენ სწორი გზის საპოვნელად. ხშირ შემთხვევაში ეს სისტემა ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ ზოგჯერ მათ საკუთარი სუნიც კი შეიძლება მოატყუოს. როდესაც ჭიანჭველების ჯგუფი წრეზე დაიწყებს სიარულს და საკუთარ ფერომონების კვალს გახვება, ისინი იფიქრებენ, რომ ეს სწორია გზა. ისინი ამას გახვებიან. შემდეგ, რადგან მარშრუტი წრეზეა, ისინი ისევ იმავე წერტილში ბრუნდებიან და როცა დადიან, მუდმივად გამოყოფენ ახალ ფერომონს. სუნი უფრო ძლიერდება. მცდარი კვალი უფრო მტკიცე ხდება. ჭიანჭველები უფრო მეტად წმუნდებიან, რომ სწორ გზას მიხვებიან, სანამ სხვა ჭიანჭველები არ მოვლენ და რიგს არ შეუერთდებიან. მათ არ აქვს წარმოდგენა, რომ რასაც მიხვებიან, ეს მახეა. ნელ-ნელა წრე იზრდება, მონაწილეთა რაოდენობა მატულობს და ეს სასიკვდილო მასშტაბად იქცევა. ბოლოს ათასობით ჭიანჭველა შეიძლება დაიღუპოს გადაღლილობის გამო. ზოგჯერ ერთადერთი რაც ამას შეაჩერებს, გარე ჩარევა. მაგალითად შეიძლება რაღაც მოულოდნელად გადაიღობოს გზას, შეიძლება გზა შეიცვალოს. ან ძალა გამოჩნდეს, რომელიც წრეს დაარღვევს. ამერიკელი მოგზაურის უილიამ ბიბის 1921 წელს გაიანაში გაკეთებული ანგარიშის მიხედვით, მან დააკვირდა არმიის ჭიანჭველების უზარმაზარ სიკვდილის წრეს, რომლის დიამეტრი თითქმის 365 მეტრს აღწევდა. მისი თქმით, ეს ფრთგალადბურების მარში თითქმის 2 დღე გაგრძელდა. და ეს იშვიათ შემთხვევა არ არის. თითქმის ნებისმიერი სახეობის ჭიანჭველა შეიძლება ასეთ მარყუში მოხვდეს, თუ ფერომონების კვალი არასწორად წავა. ხშირად ჩვენ ამას ვერ ვამჩნევთ, რადგან ეს პატარა მასშტაბით ხდება. ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე ჭიანჭველა ებმება ამ მახეში. მაგრამ ბრტყელ და ღია ადგილას ეს შეიძლება ძალიან გაიზარდოს. და როცა ამას დაინახავ, ნამდვილად თმა ალწა დაგიდგება. ისინი ზომბებს გვანან, რომლებიც უიმედოდ დადიან მიმართულების გარეშე, მაგრამ რაც უფრო შემაშფოთებელია არის ის, რომ ზოგჯერ ჭიანჭველები პირდაპირ მნიშვნელობით ზომბებად იქცევიან. ჭიანჭველების სამყაროში ნამდვილი ზომბების აპოკალიფსია ხდება. ფილმებში ზომბების აპოკალიფსია ხშირად ინფექციით იწყება.
არსებობს ვირუსი ან დაავადება, რომელიც აკონტროლებს ადამიანის სხეულს, სანამ ის გონება დაკარგულ და საშიშ არსებად არ გადაიქცევა. მაგრამ ბუნებაში ამის ნამდვილი ვერსია არსებობს. და ჭიანჭველებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი კოშმარია. ეს არის კორდიცეპსის სოკო. პირველი შეხედვით ეს უბრალოდ სოკოა. ჩუმი პატარა უწყინარი ჩანს. მაგრამ როცა ის ჭიანჭველას დაინფიცირებს, იწყება საშიში პროცესი. სოკოს სპორები ჭიანჭველას სხეულში აღწევს. შემდეგ ის აზიანებს ჭიანჭველას ყველაზე მნიშვნელოვან საკომუნიკაციო არხს, ან ოსვას. როცა ეს ხდება, ინფიცირებული ჭიანჭველა კოლონიასთან კავშირს კარგავს. ის იბნევა, შორდება თავის თანამგზავრებს და ვეღარ ბრუნდება ბუდეში. ამ ეტაპზე სოკო იწყებს ჭიანჭველის ქცევის კონტროლს. არა იმისთვის, რომ გადაარჩინოს იგი, არამედ იმისთვის, რომ მოძებნოს ადგილი, სადაც სოკო საუკეთესოდ გაიზრდება. ხშირად სოკო ჭიანჭველას აგზავნის ცივ და ტენიან ადგილას. შემდეგ სოკო აიჯულებს ჭიანჭველას, რომ კბილი ჩაასოს ფოთლის ან ტოტის ქვედა მხარეს. როცა ჭიანჭველა უკბენს, ვეღარ შორდება იქიდან, თითქოს ადგილზეა დაბმული. ნელ-ნელა სოკო ბლოკავს კუნთების ნორმალურ მოძრაობას. ამ პროცესის დროს სოკო აგრძელებს ზრდას ჭიანჭველას სხეულის შიგნით. ბოლოს სოკო გამოაღწევს მწერის თავიდან. შემდეგ ის გამოყოფს ახალ სპორებს, რათა სხვა ჭიანჭველებიც დაინფიციროს. მთელი ეს პროცესი დაახლოებით 10 დღეს გრძელდება და ამ დროის უმეტეს ნაწილში ჭიანჭველა ჯერ კიდევ ცოცხალი. ნამდვილი კოშმარი. ტვინი პირდაპირ არ კონტროლდება. მეცნიერებას უკვე დიდი ხანია, რაც ზომბი ჭიანჭველების შესახებ ინფორმაცია აქვს. მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში გაურკვეველი იყო ზუსტად როგორ აკონტროლებდა სოკო ჭიანჭველას. ადრე მას ხშირად ტვინის პარაზიტს უწოდებდნენ. ამბობდნენ თითქოს ის ჭიანჭველას ტვინს იპყრობს და იქიდან გასცემს ბრძანებებს. მაგრამ 2021 წლის თებერვალში ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებულმა ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის. კვლევამ აჩვენა, რომ ჭიანჭველას ტვინი მთლიანად რჩება. სოკო მას პირდაპირ არ ანადგურებს. ამის ნაცვლად სოკო თავისი მიცელიუმით აღწევს ჭიანჭველას სხეულის კუნთების ბოჭკოებში. ეს ნიშნავს, რომ კონტროლი ტვინიდან არ მოდის, არამედ სხეულიდან. ნელ-ნელა ჭიანჭველას ზოგიერთი ქსოვილის უჯრედი სოკოს უჯრედებით იცვლება. მოკლედ რო თქვათ, ჭიანჭველა და სოკო ერთგვარად ერთ მთლიან არსებად იქცევიან. ჭიანჭველას სხეული ტრანსპორტის საშუალებად იქცევა. სოკო კი მეთოჯინედ იქცევა. თითქოს სხეულის შიგნით ვიღაცას ძაფები უჭირავს და მართავს. და საწყალ ჭიანჭველას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ ამ საშინელი სცენარის მიხედვით იმოქმედოს ბოლო წამამდე. ისინი პატარაები არიან, მაგრამ სულაც არ არიან მარტივები. მათი ყველა სისუსტის მიუხედავად აშკარაა, რომ ჭიანჭველებს დედამიწის ბიოსფეროში მყარი ადგილი უჭიროთ. ისინი უბრალო მწერები არ არიან, რომლებიც უბრალოდ მიწაზე დადიან. მათ საკუთარი სისტემა აქვთ. აქვთ საკომუნიკაციო ქსელი, აქვთ სამუშაოები, აქვთ მიწათმოქმედება, აქვთ პირუტყვის მოშენება, აქვთ სწავლის მეთოდები, აქვთ მეხსიერება, აქვთ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების უნარი. და აქვთ საზოგადოება, რომელიც ზოგჯერ საოცრად გავს ადამიანის ცივილიზაციას. ამიტომ როცა მათ სწავლას ვაგრძელებთ, ერთი რამ უფრო და უფრო ნათელი ხდება. ჭიანჭველები უბრალოდ პატარა არსებები არ არიან, რომლებსაც შეგვიძლია უყურადღებოდ დავაბიჭოთ. მიწის ქვეშ, ხეების შიგნით და სამყაროს ბზარებში არსებობს მშვიდი ცივილიზაცია, რომელიც დიდი ხანია ფუნქციონირებს, მანამდე სანამ ადამიანი გამოჩნდებოდა. და თუ მათ შეძლეს 100 მილიონ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გადარჩენა, ვინ იცის მომავალში კიდევ რა ევოლუციურ ნახტომს შეძლებენ.